აზა ადამიანის არსის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია ორი დოგმატური სწავლება. ხო? საუკუნეებია უკვე მეცნიერება და რელიგია თავისი მიმართულებებით და ერთადაც, კარგად შეხმატკბილებულად, თითქოს დაპირისპირებულად, მაგრამ ავსებს ამ ცოდნას, ასე ვთქვათ, ადამიანის შესახებ. სინამდვილეში სამყაროს ფართო გაგებით, რამდენად განსხვავებულია შემოთავაზებული ეს ორი არსისგან რეალობა. ანუ მეცნიერულისგან და რელიგიურისგან განსხვავებით. ხო, რამდენად იძლევა რელიგია და მეცნიერება ადამიანის შესახებ ცოდნას, ის რაც ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, იგივე პარადიგმა ახლა სხვანაირად შეიძლება განვიხილოთ. თვითონ სიტყვა სახელწოდება მეცნიერება და რელიგია პირდაპირ მიგვითითებს. ერთი გვეუბნება, რომ შეიცან შენიერი, მე სცანიერი, მეცნიერი ვარ მაშინ, როდესაც მე ვცნობ ჩემს იერს. ანუ ვიწყებ საკუთარი თავის შემეცნებას. საკუთარი თავის შემეცნება კი იწყება, რა თქმა უნდა, დაკვირვებით და დაკვირვება სხვა არაფერია თუ არა კონცენტრაცია, რომელსაც უკვე გადაყავხარ მედიტაციაში. ხოლო რელიგია უკვე პირდაპირ გვეუბნება, ხომ? ეს არის, ასე ვთქვათ, განმეორებათი ხელახალი კავშირის, ანუ ლიგის შექმნა, იმ დაკარგული კავშირის, რომელიც პირველი შეკითხვის დროს ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში სული, ღმერთი, ენერგია, გონი, როგორც გინდა უწოდეთ, იგი ქმნის ისეთ რეალობას, რომელსაც თავად აწარმოადგენს, ანუ უნივერსიულ მკვრივ რეალობას, ამისათვის, ასე ვთქვათ, რესურსებს დევს თავისი არსის, ხო? როგორც მაგალითად თიხასველი და თიხა გამომწვარი. სულ სხვადასხვა თვისებების მატარებელია, მაგრამ თიხაა ორივე. და შემდეგ ეს ფიზიკური მდგენელი საჭიროებს უკვე, რაც შეიძლება სწრაფ და ხარისხიანად სუფთა მის პირველ საწყისი ენერგიით გაჯერებას, რათა ღმერთმა თავისი ნაწილი არ დაკარგოს. და უფრო მეტიც, არა თუ არ დაკარგოს, დაასრულოს ეს თამაში, რა გამოავლინოს საკუთარი თავი ფიზიკურ განზომილებაში. და რელიგია და მეცნიერება არის საშუალება, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ მიმართულებით თანამშრომლობა ღმერთთან, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ჩვენი სულიერი საწყისი. საშუალება, ინსტრუმენტი და არა სრულყოფილება, ხო? სრულყოფილება, ადამიანები ალბათ ისე წარმოვიდგენთ, რომ რაღაცა დასრულებულია და ყოველი დასრულებული სიკვდილის ტოლფასია და არ შეიძლება, რომ სიკვდილი ილუზია იყოს სრულყოფილება. თუ სრულყოფილება არსებობს სამყაროში, ის არის უწყვეტი პროცესი. ამ უწყვეტ პროცესს სჭირდება მუდამ ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც ჩვენ არ ჩამოვრჩებით ამ მარადისობაში.